ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, დავიწყე რაგუს კეთება და შუაგზაში გამახსენდა, რომ უნდა ჩამეწერა. პირველი ფენა მოვაფინე კარტოფილი დაახლოებით, აი ახლა გაჩვენებთ არ დამეზარება, აი ნახეთ რომ ამხელა, აი ესე მოვაფინე კარტოფილი. მერე გავაკეთე, აი ეს ამხელა სტაფილოები დავჭერი. ბულგარული წიწაკა და ბადრიჯანი. შეხედეთ როგორია და აი ეს ჩავჭერი 4-ად. ოღონდ ცოტაზე უნდა ჩაჭრა. აი ესე და გავაგრძელებ შემდეგ რას გავაკეთებ ბადრიჯანს რომ მოვაწყობ მერე. აი ჩემო ძვირფასებო, შეხედეთ რა გავაკეთე, დავაწყე ბადრიჯანი და მოვაწყე მწვანილი. მწვანილია ყველანაირი. პეტრუშკა, კინძი, პეტრუშკას ქვია მაკედონელი. თუ არ ვიცი რა ქვია. პეტრუშკა და კინძი და კამა. და ნიახური. აი ესენი მოვაწყე და აი ესე თავზე გადავალაგე მწარე წიწაკები. ნუ ჯერჯერობით ეს არის. აი ეხლა გაჩვენებთ ხახვი. ნახეთ როგორ დავჭერი. აი ესე და აი ამ ხახვს მოვაწყობ. ეხლა ამ ვიდეოს მარტო ვიღებ და მერე უნდა გადავაბა. მე კი არ უნდა გადავაბა, უნდა გადამიბას ვინმე გადაბმა ვერ ვისწავლე. მე ხო ძველმოდური ვარ. ვერ ვეგუები ჯერ ახალ იმას. არა, ვეგუები როგორ არა. არა, შიში თქვი ახლა ესა. ვერ ვეგუები და ვეგუები, იმიტომ თქვი რომ არ თქვა რომ ბებერიაო. ერთი სიტყვით გავაგრძელებ ვიდეოს, ეხლა ხახვს მოვაწყობ მთლიანად. ის ბულგარული წიწაკა და დავიწყეთ ეხლა სოკო. აი სოკო უნდა მოაყარო. სასწაული. ოხ, გემრიელობა იქნება ისეთი რომ აი ბედნიერებისგან შეიძლება იტიროთ რომ ჭამთ. აი ესეთი ამბავია. ეხლა ნახეთ რა ხდება. ამას ბადრიჯანს კიდე დავალაგებ. მე ყურადღებას ვაქცევ ფერებსაც. ფერები ეხლა ნახეთ, აი ამ ფერებს ბადრიჯანი მოვხდებ. ეხლა დავჭრი და კიდე დავაწყობ. გავაგრძელებ ვიდეოს. აი მოვაწყე ბადრიჯანი, მოვაწყვე. თავზე მოვაწყვე, ხო, სწორად თქვი და ეხლა დავუმატებ ნიორს. შეხედეთ, აი არ მოგეჩვენოთ, რომ ბევრია ნიორი. იმიტომ რომ ეს რო მოითუშება, ძალიან გემრიელია მოთუშურლი ნიორის ჭამა. აი ესე, ეხლა ვამზადებ ამიდორს ვამზადებ და მერე კიდე გაჩვენებთ. აი მეგობრებო, თვალსაჩინოებისთვის შეხედეთ, ესე გამოიყურება ზემოდან მოვაწყდე აი დამავიწყდა პამიდორი. ბრელავ არ ვიცი. და აი ახლა ზემოდან ვაწყობ ესე პეტრუშკა არა. არ ვიცი რა ქვია იმას და კინძ. პეტრუშკა კი მაკედონელი და კიდე რაღაცა ქვია. იც დაბლა ნიახური ბევრი არ უნდა არ გაამწაროს. და ეხლა ამას მე ვუზავ რა ქვია სვანურ მარილს და ჰიმალაის მარილს და მე ბოლოს გაჩვენებთ როგორ უნდა დავასხათ და როგორ უნდა დავიწყოთ მზადება. აი ბოლო შტრიხი. ოღონდ მე მეგონა ვიდეო გადავიღე, არ ჩამიწერია და ვინერვიულე. შეხედეთ, აი ამ ჭიქით გაავსებთ ძმარს, აი ეს სავსე ძმარი, ამით გაავსებთ კიდე ერთ ჭიქა ზეთს და ერთ ჭიქა წყალს. როგორ გული დამწყდა და გემოვნებით მარილს, სვანური მარილი და დაახურებ ასე, აი ესე დაახურებ თავზე და всё, ბედნიერად. ეხლა უნდა გადავაკეთო ის რომ ნერვები მომეშალა ცოტა რომ ვერ გადავიღე და თავიდან ვიღებ. შეხედეთ, აი ეს დამატებითად ბონუსი. ნახეთ რა დღეშია სამზარეულო, როგორი არეულია, აი ესე და 1 საათში უკვე მზად იქნება ჩემი რაგუ და შევიჭამ. ნახეთ, რამდენია. სხვათა შორის ცივიც გემრიელია. გისურვებთ ბედნიერებას და სიხარულს. მიყვარხართ. რაგუ მზადა, სანამ რაგუ გავამზადე, მანამდე დავალაგე, დავაწკრიალე ყველაფერი. აი ესე, ჭურჭელს დავრეცხავ ეხლა და აი შეგახედებთ რაგუ როგორია. რაგუ. აი, შეხედეთ, რა გემრიელობაა. ცოტა დაიწია. აი ესე. შვიდად სიხარულით და სიყვარულით იცხოვრეთ. აი გუშინდელი კერძი, რაგუ. აღარ არის. ნახეთ რამხელა ქვაბია, სასწაული. ვინც მოვიდა ყველას ვაჭამე, ისე მიხაროდა რომ მოწონდათ ვგიჟდებოდი და ეხლა მე უნდა ვჭამო. აი, დავისხი. არ მოგეჩვენოთ ბევრი. მაგრამ ყველაზე საოცარი იცით რა არის? ნახეთ. ეს მე ეხლა უნდა ვჭამო პასკით. აი პასკა. დავჭრი და პასკით უნდა ვჭამო რაგუ.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მაგარი იქნება. ნახეთ როგორ თუმცა ესე გაჩვენებთ. აი სახში როგორი ვარ შეხედეთ. აი ესეთი ვარ სახში. ეს იმიტომ მახურია შალი რომ კისერი არ გამიცივდეს, აცივდა და ეს კიდე წელი მაქვს შეხვეული ესე. არა, კი არ მტკივა, არ უნდა გამიცივდეს. დედაჩემმა მითხრა ესე. აი ესე. და ეხლა გავქანდე და უნდა ვჭამო. აი რა ვქნა. ასე იცის სიბერე. თავს ვიკატონებ, თუ არა სულაც არ მგონია რომ ბებერი ვარ. კარგით მეგობრებო, ბედნიერი საღამო.